რატომ წავიდა თუ გაუშვეს მამუკა მდინარაძე? მან დღეს მოულოდნელად ჩანიშნულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტოვებს თანამდებობას და პოლიტიკასაც და ყურადღებას ოჯახს დაუთმობს. მდინარაძე, რომელსაც მანამდე საგანგებოდაც კი შეუქმნეს თანამდებობები, მაგალითად სამართალდამცველი უწყებების კოორდინაციის სახელმწიფო მინისტრის ან რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ასევე სუსის ხელმძღვანელად მუშაობისას რამდენიმე სპეციალური წოდება მიანიჭეს და უწყება გენერალ-მაიორის ჩინით დატოვა, ახლა ამტკიცებს, რომ შეუცვლელი სულაც არ არის. ამბობს, რომ თავისი გადაწყვეტილებით წავიდა, მაგრამ ანალიტიკოსები და ოპოზიცია დარწმუნებული არიან, რომ ის ბიძინა ივანიშვილმა გაუშვა. უკავშირდება თუ არა მისი მოშორება წერილს, რომელიც მდინარაძემ ღარიბაშვილის მტკიცებით მას ციხეში შეუგზავნა. ან იქნება თუ არა შემდეგი ირაკლი კობახიძე და რა ბედიელის ამის შემდეგ მდინარაძეს. ექნება თუ არა მას ბიზნესში წასვლის შესაძლებლობა, როგორც დაანონსა. ნინი ბალანჩივაძე გააგრძელებს თემას პირდაპირ ეთერში. ვინ იქნება შემდეგი, რა შეეწირა მამუკა მდინარაძე, წავიდა თუ მას მოუწია თანამდებობის და პოლიტიკის დატოვება. ახლა ეს არის სწორედ მთავარი კითხვები, რომელიც არსებობს მდინარაძესთან დაკავშირებით. მართალია ის დღეს გამართულ ბრიფინგზე ირწმუნება იმას, რომ გადაწყვეტილება მიიღო თავისინებით და ამის შესახებ გუშინ ესაუბრა ჯერ პრემიერ კობახიძე, შემდგომ კი დღეს ოცნების საპატიო თავმჯდომარემ და ოცნების პრემიერმა ისაუბრეს მდინარაძესთან ერთად დაახლოებით 1 საათის განმავლობაში და მდინარაძე ამბობს, რომ სწორედ ამ საუბრის დროს გაიგეს მათ მისი გადაწყვეტილების შესახებ, რაზეც თითქმის რამდენიმე კვირის განმავლობაში ფიქრობდა, თუმცა თუ ჩვენ გადავხედავთ უახლოეს წარსულს, მათ შორის წინა დღეებს, გუშინდელ დღესაც ის იმყოფებოდა ერთ-ერთ რეგიონში, სადაც ხვდებოდა მოსახლეობას და Facebook პოსტიც კი გამოაქვეყნა, რომ მას აქვს გრძელვადიანი გეგმები რეგიონში მუშაობასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, მდინარაძისთვის საკმაოდ მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება, ვინაიდან ჯერ კიდევ მას გუშინ დასახული ჰქონდა მიზნად, რომ სამომავლო გეგმები გაეწერა რეგიონში მუშაობის თვალსაზრისით. ბოლო თანამდებობა მამუკა მდინარაძისთვის ყველაზე ხანმოკლე აღმოჩნდა. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ ის ამ დრომდე იყო რეგიონული განვითარების მინისტრი. ამის შესახებ ჩვენ კობახიძემ გვითხრა 29 ივნისს ოცნების მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე და წესით მომდევნო კვირას მამუკა მდინარაძისთვის ოცნების პარლამენტში უნდა შექმნილიყო, ცვლილებებს უნდა დაეჭირა ოცნების პარლამენტს მხარი და უნდა შექმნილიყო თანამდებობა რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოზიციაზე არის საუბარი, რაც უნდა დაეკავებინა მამუკა მდინარაძეს, თუმცა მდინარაძეს ისე მოუწია საერთოდ პოლიტიკიდან წასვლა და ქართული ოცნებიდან წასვლა, რომ ამ ახალ პოზიციას ის ვეღარ დაიკავებს, რაც შეეხება როგორ ვითარდებოდა პროცესები მასთან დაკავშირებით. ის არასრული 8 თვის განმავლობაში იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ხელმძღვანელი და მან 7 თვეში მიიღო 7 სხვადასხვა წოდება. შემდგომ უკვე კობახიძემ გვითხრა, რომ აქ თავი ამოწურა მამუკა მდინარაძემ ამ თანამდებობაზე და მას შეუქმნეს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა. შექმნიდან 3 თვეში კი ეს უწყებაც გაუქმდა და მამუკა მდინარაძე, როგორც უკვე გითხარით, ამ დროისთვის იკავებდა რეგიონული განვითარების მინისტრის პოზიციას. მდინარაძემ ჩვენ დღეს გითხრა, რომ მან განუცხადა როგორც კობახიძეს, ასევე ბიძინა ივანიშვილს, რომ მირჩევნია გავიწიო ამ პროცესებიდან. შესაბამისად, აქ ძალიან ბევრი ბუნდოვანება არის. რატომ მოუწია თუ ნამდვილად მდინარაძეს მოუწია ამ გადაწყვეტილების მიღება, ან რა იყო ის ყველაფერი, ის მიზეზები, რის გამოც ბიძინა ივანიშვილმა მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება. უკავშირდება თუ არა ის იმ გზავნილებს, მათ შორის რომელიც მოგვისმენია ჩვენ მდინარაძის მხრიდან საზოგადოებას ახსოვს, მაგალითად 13 ივნისს სამთავრობო მედიაში გაკეთებული განცხადება მამუკა მდინარაძის, სადაც ის ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ამბობს იმას, რომ შესაძლოა ვინმემ დაისახოს მისი განადგურების გეგმა, ან ის გააგორონ, ასეთი სიტყვა გამოიყენა ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას მდინარაძემ. მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო თანამდებობა, პრინციპში პოლიტიკაც. ბევრი საუბარი რომ არ გავაგრძელო თემასთან დაკავშირებით. შემიძლია გითხრათ, რომ ჩემთვის ეს 10 წელი, რომელიც პოლიტიკაში ვიყავი, იყო შრომის სამშობლოს ერთგულების, თუ დაბრუნდები, თუ ძალიან დავჭირდები და უშვაც და სხვა გამოსავალი არ იქნება საკუთარ გუნდს მარტო ამ შემთხვევაში. აქედანვე გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ რაღაც გვერდებიდან შემოსვლას, რომ შემოჩოჩებას რო ცდილობენ ხოლმე პოლიტიკაში, ეს ჩემგან არ იქნება. ჯერ წუხელ პრემიერ-მინისტრს დიდი ხნის განმავლობაში ვესაუბრე, დღესდილით ასევე ვესაუბრე პარტიის საპატიო თავმჯდომარეს და ჩვენ 3 ადამიანს შორის დეტალებში ჩავდივარ სპეციალურად, შედგა ეს საუბარი, რომ მე მირჩევნია გავიწიო, ბევრი
ესეთი ასაკიშვილები მყავს, ბევრი საკითხი იყო, რაც შეიძლება გარეთ ცოტა დამაჯერებლად არ ხმოვანდებოდეს ხომ. მამუკამ დინარაძის პოლიტიკიდან წასვლა დროში ემთხვევა იმ პროცესებს, რომელიც დაიწყო გასულ კვირას გულისხმობ ღარიბაშვილის განცხადებებს ნომერ 12 პენიტენციური დაწესებულებიდან, სადაც მან პირდაპირ ახსენა მამუკამ დინარაძის სახელი და გვარი, რომ ის იყო ის პირი, რომელმაც შეუგზავნა ღარიბაშვილს საერთო მეგობარს გადასცა ეს წერილი, რომელიც მივიდა ღარიბაშვილამდე და სადაც საუბარი იყო ბიძინა ივანიშვილის ორ გზავნილთან დაკავშირებით, ერთის მიხედვით ღარიბაშვილს უნდა დაემტკიცებინა თავისი უდანაშაულობა, მეორეს მიხედვით კი უნდა ეღიარებინა დანაშაულები, წასულიყო საპროცესო შეთანხმებაზე და საპატიმროს დატოვების შემდგომ მას საერთოდ უნდა დაეტოვებინა პოლიტიკა. დღეს ცხადია ერთ-ერთი მთავარი კითხვა დინარაძის გადაწყვეტილების შემდგომ ეს იყო მედიის წარმომადგენლების, ხომ არ უკავშირდება ეს ყველაფერი ღარიბაშვილის ხმაურიან განცხადებებს, თუმცა დინარაძე ამბობს და უარყოფს, ამბობს იმას, რომ არანაირი მსგავსი განცხადება, არანაირი მსგავსი წერილი არ გაუგზავნია მას ღარიბაშვილისთვის, მან და მისმა გუნდმა დაიწყეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და თუ რაიმე მსგავს განცხადებებს აკეთებს ღარიბაშვილი, ეს თავისი პრობლემაა. ორ წერილში გასახელებთ თქვენ, რომ გაუგზავნეთ წერილი, შეთავაზეთ კონკრეტული ბრალის აღიარება პოლიტიკაში დაბრუნების პრევენციისთვის და ამის შემდეგ თქვენ ტოვებთ პოლიტიკას. ეს მომენტები შემთხვევით ემთხვევა დროში? ერთ რამეს გეტყვით, წერილი ღარიბაშვილის არავისთვის არ გამიგზავნია, მესიჯს თუ არ ჩავთვლით სატელეფონო, არავისთვის ცხოვრებაში არანაირი წერილი გამიგზავნია, არანაირი, არასდროს. მისი მხარდამჭერის პოზიციიდან არის წერილი დაწერილი, ხო, მამუკამ დინარაძის რანაირი შეიძლება რა ყოფილიყო. ჩვენ ორი გზა გვაქვს და რაღაცები ეწერა, ხო? ან უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე, მამუკამ დინარაძე წერდა ვიბრძოლოთ ბოლომდეო? მე ვიყავი ის ადამიანი, ვინც ერთი წამით უკან არ დახევულა კორუფციასთან ბრძოლაში. და თუ კი ვინმე განაწყენებულია იმაზე, რომ სუსი აკავებდა ადამიანს კორუფციაზე, კორუფციულ დანაშაულზე, მაშინ როდესაც მამუკამ დინარაძე იყო სუსის უფროსი, შეიძლება ამასაც მივაწეროთ, მაგრამ მე არა ვარ ამაში დარწმუნებული, ეს მაინც ასე იყო. შეიძლება ვიღაცას მამუკა დავალღობეთ მოეჩვენა, მას შემდეგ რაც იმ თანამდებობაზე აღარ იყო 10, შეიძლება უარეს თქვა და ასე შემდეგ. ერთი არის ის ახსნა განმარტება, რომელიც ამ წუთებში მოისმინა მაყურებელმა მამუკამ დინარაძის მხრიდან, თუმცა მეორე არის ის მოსაზრებები, რომელიც საზოგადოებაში მაშინვე გაჩნდა, რაც ღარიბაშვილმა დაიწყო საპატიმროდან გზავნილების გამოქვეყნება, როგორც კი მან ახსენა ქართული ოცნების მოქმედი შემადგენლობა მამუკამ დინარაძე, ირაკლი კობახიძე, ის გუნდი, რომელთან დაკავშირებითაც შიდა დაპირისპირებაზე ოპოზიცია უკვე თვეების განმავლობაში საუბრობს და შესაბამისად მათ ხელისუფლების ოპონენტებს ერჭვი არ ეპარებათ, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, სწორედ რის გამოც მოუწია დინარაძეს ქართული ოცნების რიგებიდან ჩამოშორება, ეს არის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, მათ ეჭვი არ ეპარებათ, რომ მათ შორის ღარიბაშვილის გზავნილების მიღმა და ამ სცენარის მიღმა დგას ბიძინა ივანიშვილი და მისი მიზანი არის პოლიტიკური პროცესებიდან ჩამოაშოროს როგორც დინარაძე, ასევე ისინი ვარაუდობენ, რომ შემდგომი უკვე იქნება კობახიძე, ამბობენ იმას, რომ შიდა კლანური დაპირისპირება უკვე ქართულ ოცნებაში პიკს აღწევს და ეს ყველაფერი მივა იქამდე, რომ კიდევ უფრო დღის შუქზე და სააშკარაოზე გამოვა ის დანაშაულებრივი სისტემა, რასაც მათ შორის ამ დრომდე აქვს ადგილი ქართულ ოცნებაში. როგორც ჩანს, დინარაძეს ჰქონდა აშკარად ამ ღარიბაშვილის საკითხის მოგვარება. თვითონაც დარწმუნებული ვარ, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ეს ამ ფორმით ესე დამამცირებლად გამოისროდა ფაქტიურად და გუნდიდან ივანიშვილი, დინარაძე და კობახიძე დასუსტებულები არიან და ეხლა დაიწყება აი ახალი ტალღა უშუალოდ დინარაძის და კობახიძის წინააღმდეგ, რასაც საბოლოო ჯამში ალბათ კობახიძის თანამდებობა შეეწირება. მამუკამ დინარაძე არა მხოლოდ თანამდებობიდან გაუშვეს, არამედ გაუშვეს პოლიტიკიდანაც. გაუშვა ივანიშვილმა, ვერ უშველა ირაკლი კობახიძის პროტექცია, ვერ უშველა ვერაფერმა, ვინაიდან მას დაუმტკიცეს საერთო ყულაბიდან, აი კრიმინალური, კორუფციული ყულაბიდან ფულის მოპარვა. კრიპტოანგარიშებზე ფულის გადარიცხვა, ასე ვრცელდება ინფორმაცია კოცებში და კი, ეს არის კრიმინალური რეჟიმი, ეს არის კორუფციული კრიმინალური დაჯგუფება. კობახიძეც და ივანიშვილიც უკვე არიან თავდაღმართში. ისინი საბოლოო ჯამში მწარედ დამარცხდებიან და ერთადერთი რაც მათ და განსაკუთრებით დინარაძე კობახიძე შეიძლება სანუგეშოდ ჰქონდეთ, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ეს იქნება სამართლიანი სასამართლო. დინარაძე არის ადამიანი, რომელიც ბოლო თვეები და ბოლო წლები
აღასრულებდა ყველა დიდ სიბინძურეს, რაც ხდებოდა ქართულ პოლიტიკაში და საქართველოს სახელმწიფოში. ეს იქნებოდა ზონდერ ჯგუფების შექმნა, სკრინვა სკროლვის დეპარტამენტის შექმნა, მოსმენების გაათმაგება. ახლა უკვე საინტერესო არის როგორ განვითარდება პროცესები და ვინ იქნება შემდეგი ქართული ოცნების მოქმედი შემადგენლობიდან, ვისაც მოუწევს თანამდებობის დატოვება. საინტერესო არის ამის შემდგომ რიგით მეხუთე გზავნილი როდის იქნება მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან, იქ სადაც სასჯელს იხდის დაპატიმრებული ყოფილი პრემიერი, ორგზის ყოფილი პრემიერი ღარიბაშვილი. ის ისაუბრებს თუ არა იმ ყველაფერთან დაკავშირებით და მათ შორის განცხადებას გამოაქვეყნებს თუ არა დღეს გავრცელებული ინფორმაციაზე მამუკა მდინარაძის განაცხადზე, რომ მან გადაწყვიტა რომ დატოვოს საერთოდ პოლიტიკა.